არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში იმყოფება. იგი პეკინში ჩინეთის ლიდერს სი ძინპინსა და ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ალი ციანს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივა, ეკონომიკური თანამშრომლობა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. აბუ-დაბისა და პეკინს შორის პარტნიორობა ბოლო წლებში აქტიურად ვითარდება განსაკუთრებით ენერგეტიკის, ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით. პეკინში იმყოფება ასევე ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი, რომელიც ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა. ბოლო 3 წლის განმავლობაში ეს სანჩესის მეოთხე ვიზიტია ჩინეთში, რაც მადრიდისა და პეკინს შორის ურთიერთობების გაძლიერების მცდელობას მიანიშნებს. ევროპელი ლიდერები ცდილობენ გავლენა იქონიონ მხარეებზე, რათა დროულად დასრულდეს ირანში მიმდინარე ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის კონფლიქტი. ამავდროულად ესპანეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები კვლავ დაძაბულია, რაც სანჩესის მიერ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის მიმართ კრიტიკული პოზიციით არის განპირობებული. ესპანეთის პრემიერ-მინისტრი ასევე გეგმავს შეხვედრებს პრემიერ ალი ციანთან და ჩინეთის პარლამენტის თავმჯდომარე ჭაო ლეძინთან. შეხვედრების მთავარი თემები ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის და საერთაშორისო პოლიტიკის გაძლიერებაა.